ეთენდა ზე ახლა ამოვიდა ვაშინგტონში შუა დღეა დაწმაც წამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა ფხენიანთა შევიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილს იკავებს ყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება ალბათონებო და ბატონებო ოთარ დადიშვილი მაკდონალდსმა განაცხადა რომ მალეო თბილისში ახალ რესტორანს გავხსნითო და ეს რესტორანი იქნება გლდანშიო მე ესე სკეპტიკურად უყურებ ამას ყველაფერს არ ექნება გლდანში მაკდონალდს წარმატება იმიტომ რომ მახსენდება ძირძველი ქართული ანდაზა შაურმამ თქვა ჩემს გარდა გლდანში ვერავინ გაიხარებსო გუშინ იყო კოსმონავტიკის საერთაშორისო დღე დიდხანს ვფიქრობდი ვის მიულოცო ნუ რადგან არ გვყავს ჩვენ ქართველებს კოსმონავტი გადავწყვიტე მიულოცო იმ ადამიანს ვინც ყველაზე ახლოს არის კოსმოსთან ან სურვილი აქვს რომ კოსმოსში იყოს ამიტომ კოსმონავტიკის საერთაშორისო დღეს ვულოცავ ბატონ გუბას სანიკიძეს ბოლო პერიოდში თბილისში გამოჩნდნენ აფერისტები არა ყოველთვის იყვნენ მაგრამ ახლა რაღაცა სხვა მიმართულების აფერისტები გამოჩნდნენ დადიან კორპუს და ხალხს ეუბნებიან რომ ფული მოგვეცითო ანუ ფულს აგროვებენ და ჩვენო დეზინფექციას ჩავატარებთ თქვენ კორპუსებშიო და მავნებლებს და პარაზიტებს მოგაშორებთო მეც წამოვეგე ამ ანკესზე გავები ხაფანგში მივეცი ლარი რომ მეთქი მოაშორებენ მართლა მავნებლებს და პარაზიტებს მაგრამ რა გინდა მომატყუეს დაუბრუნდი სახლში საღამოს და ჩემი სიდედრი ისევ ზის ტელევიზორთან ჩაისვა გამოვიდა ამინდები და განაახლა მუშაობა თბილისის იუსტიციის სახლმა თუმცა მეგობრებო მაინც ნუ მიხვალთ ჯერ იმიტომ რომ მე მგონია რომ ეს მარტის ნასესხები დღეები კიდე მოიქნევს კუც ერთხელ და რაღაცას წააცილს ამ სახალისო ამბავი მოხდა რუსთაველის გამზირზე ვიღაც პიროვნებას რუსეთის დროშა ეგონა ჩვენი მეგობარი სლოვაკეთის დროშა და დაწვა მე უთხრეს რომ ეს სლოვაკეთის დროშაო და უიმედდაო და ბოდიშის წერილი მიიტანა საელჩოში საელჩოდან გამოვიდა გაკვირვებული კაცი და ეუბნება კარგია ეს წერილი მაგრამ ჩვენ სლოვენიის საელჩო ვართ რუსეთის მორიგი დიპლომატიური მარცხი მეგობრებო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ხმის უფლება წაართვა რუსეთს. ანუ რა ხდება, ნახეთ, ხვალ რო რუსეთი შემოვიდეს საქართველოში და დაგვიპროს და გაგვანადგუროს და ევროსაბჭო რო ეტყვის, რა შვები რუსეთო არ გცხვენიაო, რუსეთი ხმას ვერ ამოიღებს. ასე ჩუმად დაგვიპრობენ და გაგვანადგურებენ. მექსიკაში დაიწყო საქართველოს დღეები. და წარმოდგენილია სრულად იქ ქართული სპექტრი. მეცნიერება, კულტურა, სამზარეულო, გამოფენილია ჩურჩხელები, ქართული თექა, ხაჭაპური და გადის სერიალი სილა. და ბოლოს, ჩემპიონთა ლიგიდან გმირულად გავარდა ჩემი ბარსელონა. ამას კიდე გადავიტანდი, მაგრამ მადრიდის რეალის ერთ-ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ტვიტერზე ასეთი რამ დაწერა, რომ ძნელი ყოფილაო, მსაჯის გარეშე გამარჯვებაო, ანუ მსაჯი გეხმარებათო სულო. მე მინდა ახლა მივმართო, შვიდაწყნარად არ ავღელდები, მადრიდის რეალის ამ ყოფილ ფეხბურთელს. მომისმინე შეჩე.
ანის 6-2 არ გახსოვს. ანის 5-0 არ გახსოვს. ან 3-1, ან 4-1 არ გახსოვს. ან 3-0 არ გახსოვს. რა მაშინაც ფსაჯი ეხმარებოდა ბარსელონას, მაგრამ რატო დაწერე იცი შენ ეს ყველაფერი? იმიტომ რომ შენ ხარ შენ ხარ ადამიანი ხარ. შენ ერთი როგორ არ შევხვდები ბაქტრიონზე რომ ის კარგის მესა. ბოდიში რა. ბოდიში მაპატიებს გამეთიშა უცებ რომ დამავიწყდა რომ ხალხი ესწრება და მაპატიეთ რა, მაგრამ ამიშალა ნერვები ამტრმა და რა ვქნა რა. მოკლედ სანამ მაგდა აიშა ვასაძე ფიქრობს რამ გაამწარა ეს ოთარ ტატიშვილი ან ხალხს მოერიდოს დარბაში და ან სტუმრებს კულისებში თორემ მეც კი ვიცი ეგ ფეხბურთელი რა დედა არისო გაგიკვირდებათ და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს. დიდი მადლობა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ჩემი ბუთქუნა თეონა დეიდა ჩამოვიდა მოსკოვიდან. და რუბრიკის სტუმარია თეონა კონტრიძე, გთხოვთ. საიდან ვიცოდი ეს ტოჩკები? მაინც ინკოგნიტოს ხო არ უკრავე შენ? მაინც მუსიკოსი რა. რა მოულოდნელად ლამაზი სტუდიაა? კი, წამყვანი? რაღაცას მაგონებს. არა, წამყვანს თეონა დეიდა რო არ ეთქვა, მომეწონებოდა, მაგრამ. ორი ვარსკვლავით რო არ დავიწყო საუბარი. ხო, არ გაგვაგდებენ. გაგვაგდებენ. ტელეკომპანიიდან გაგვაგდებენ. კი, რა თქმა უნდა. რო არ დავიწყო საუბარი, კი, მიირთვით წყალი, ნერვიულობ. რა განერვიულებს? როდესაც საქართველოში ინტერვიუს ვაძლევ, სულ ნერვიულობ. არა, ეს ინტერვიუ არ არის, ეს არის უბრალოდ მეგობრების საუბარი, რომელსაც უსმენს ნახევარი საქართველო. არაფერი ისეთი. შენ თქვი, რომ შენი საოცნებო მამაკაცი არის კიანუ რივზი. მე გამოწერილი. იყო, იმის პერე ძალიან ბევრმა დრომ აღარ გევასება კიანუ რივზი? კი, მაგრამ უფრო მომწონდა. ეხლა რაღაც სიბერე არ მოუხდა, მართალი გითხრა. არ მოუხდა. შენ კიდე ასევე პრაქტიკულად სიყვარული აუხსენი ნოდიკო ტატიშვილს. ნუ ამ საღამოს რას აკეთებო და შენთვისო რასაც გინდა იმას ვაკეთებო და უნდა იყვეს ქალში რაღაც საიდუმლო. აჰა. ეს რას ნიშნავს დიდი ბუდიში? ანუ მე რა მინდა გავიგო. ესეთი სიმღერა იყო რუსულიდან თარგმანი არ ვიცი როგორ ჟღერდა. должна быть женщина какая-то загадка ესეთი. ამოცანა უნდა იყოს ქალში, რომელიც ამოსახსნელი უნდა იყოს. აი მე ამოხსნილი ხალი. მე დავტოვებდი ჩემ მაგ გვერდს ჩემს ისტორიაში ამოცანად. აჰა. მე და ნოდიკო ტატიშვილი. აჰა. არა მე ისი გაგება მინდოდა. რა? ეს ზოგადად ტატიშვილები გევასება თუ ნოდიკოზე იყო? მე მაგალითად უკეთეს შეკითხვას დაგისმევ. გამოუშვა. ტატიშვილები მარტო ოთარები არიან? არა, ნოდიკოებიც. ერთი და ნანარჩენი ოთარა, ეს ექსპერიმენტალური ტატიშვილია ეთქობა. ფანტაზია არ ქონდათ, ნოდიკო რო დაარქვეს. პირიქით. აი წარმოიდგინე, შენ მოდიხარ ბუნებაში. თაკ. აქეთ-იქით ჩიტები ჭიკჭიკებენ, მდინარე და მდინარეს მოაქვს კიანუ რივზი, ნოდიკო ტატიშვილი და ის კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი, რომელს გადაარჩენ? რა კითხვა რა ადამიანისთვის, ვინც საერთოდ სულ არ იცის. მე თვითონ გადავრჩე, ჩემო კარგო და მე ხიდაცემიან სამივეს. არა, შენ ნაპირზე ხარ ამ დროს, ნაპირზე.
და უყურებ. უყურებ რა. უყურებ. კარგი. სამივე იხჩობა. კი ბატონო, სამივე იხჩობა. ეს ურეკავ რუსულს. ვერ შეხვალ შენ წყალში. გამორიცხულია. ნუ კი, ბატონო. ფეხებს იმას დავასველებ. კაი. ნოდიკოს თუ უჯველის. აი, იმაში წავიკითხე, Facebook-ში წავიკითხე ერთ-ერთ მამაკაცთან, ჩემი ახალი სტატუსი მაქვს. ყველაზე საუკეთესო. უნდა აღვიდგინო, რამე თუ გრძელია. ესე იგი, სტატუსია გრძელი. გაურკვეველი სქესის. შენზეა ეს? ხო. ნუ მე აღარ ვიცი რა ხელა უნდა გავიკეთო კიდე რომ დავაფიქსირო ჩემი სქესი, მაგრამ მოკლედ. გაურკვეველი რა თქმა უნდა. დედა ჩემის და მამა ჩემის. გაურკვეველი სქესის, ვიეტნამური ჯიშის, ეგზოტიკური მინი ღორის ნაირსახეობა. ვაუ! თეონა, მართალია რომ შენი მუსიკალური ღმერთი არის პრინსი? კი. შენ იცი ვინ არის აქ? პრინსი, როგორ არ ვიცი? ჩემი პრინსი, რას ლაპარაკობ? აბაც იცი? ბუნიემიც. არა. მოდი ნუ შევადრით ამ ორ. კი ბატონო. აბა იცი? კი, აბა როგორ არ ვიცი? მადონაზე გეცვეკვება? ისე რა. ეხ გეი დეტექტორს გიტარებ. ჩამიტარე. გაიარე, არა ხარ. მართლა? ანუ პრინსი შენი ღმერთია? კი. მუსიკალური? არა მარტო. არა მარტო. არა მარტო ჩემი. ხო, რა თქმა უნდა, მეც ძალიან მიყვარს პრინსი და ბევრი რამე მასწავლა პრინცმა. რომელიც სიმღერა გიყვარს მისი ყველაზე ძალიან? იცი რა, ბანალური ვიქნები, მაგრამ Purple Rain იყო პირველი, რომელმაც მოახდინა ჩემზე რაღაცა ისტერიული შთაბეჭდილება. მაგის მერე მომინდა ჟაბო, თმები, ხუჭუჭი, შპილკებზე აღტომა და საერთოდ მომღერლობა. აი, ჩვენთან უფრო მუსიკოლოგია პოპულარული. ხო, უკრავენ? კი. აბა წავიდა. თმისფერი მოგწონს? Yes, of course. სასწაული სექსუალური. ხო იცი, როდესაც ასფიქსია ხო არ მიხსენები? ბრიუნეტი ქალი იღებება ბლონდად. რას ნიშნავს? რას? ხელოვნური ინტელექტი. აჰა. და ბუნებრივი რა არის, როცა ბლონდი იღებება ბრიუნეტად? ხო. არა, ეს არის უკვე, ხო. ხო, აი მაგდამ რაც გააკეთა მაგალითად, მართლა ბრიუნეტი არ არის მაგდა. მაგდა ეხა ბრიუნეტია, აბა რა არის? ოკეი. შევთანხმდით. და მაგდა? პრინსი, მოგეწონა. კი, ბავშვები შენი. მუსიკალური ღმერთი შენი. კი, ჩემი ოქრო. პატარა კახი გამოდის მერაბ სეფაშვილი. მაგრამ ღერის მაღალი არ არის, კახელია. ინგილო ქალი გამოდის ნინო ჩხეიძე, დააქლიავა მთელი საქართველო. ინგილო ქალი, რატო საინგილოში კარგი ქლიავია? ხო, ეს საუკეთესო ქლიავი საინგილოში. ერეკლე მეფე და ინგილო ქალი, არ იცი გოგო? აი მე რა ვიცი.
აღარ შემიძლია. მოიცა შენ ხვალ ნახე Facebook-ზე. მაგრამ და არა მარტო. ისა ვიეტნამური ჯიშის არასწორი როგორო? ჩაიწერე. ხო, მითხარი? გაურკვეველი სქესის. აჰა. გაურკვეველი სქესის. ვიეტნამური ჯიშის ეგზოტიკური მინი ღორის ნაირსახეობა. ანუ ეს არა ეს ხალხი ესეთ რაღაცებს რო იგონება, იცი რა მაინტერესებს ყველა. ან რას ჭამენ, ან რას სვამენ. გენმოდიფიცირებული ან დედა ყავთ, ან ვინმეს უყვართ ეს ხალხი, ან ვინმე უყვართ ამ ხალხს. არავინ არ უყვართ. როგორ შეიძლება რომ აი ესეთი ღვარძლი, ერთადერთი რაც ჩემში წევს მაგალითად რისხვის გრადუსს, ეს არის მარტო პედოფილია. და მე პედოფილის მიმართ ვერ დავაფიქსირებ ამ ხელა ღვარძს, პროსტა ვერ შევძლებ უბრალოდ. არ ძალმის. იმიტომ რომ კომიკი ვარ, ცოტა კომიკები უნდა ვიყოთ ყველა. რაღაცა არასერიოზული. უნდა ინერვიულო, არ უნდა ინერვიულო. არა, მე 36 ფეხზე მკიდია, მინდა გითხრა, მაგრამ თვითონ არ უჭირთ. რამდენი ფეხი გაქვს? 36. მართლა სტრანინა ერთსახეობა. თან ესეთი 4 მოკლედ, ეხლა ბიჭო, ისეთი მომენტია, კიდე არ მინდა რომ ადამიანმა მართალია რომ შენ მზის ენერგიით იკვებები? და 80 კილოგრამი ავყარე მზის ენერგიით, რა თქმა უნდა. ხო, ანუ მზე ისე მიყვარსო რომ მზის ენერგიით ეს რომელ წელს ვიბოდე, მაინტერესებს. ყובה ინდოეთიდან ახალი ჩამოსული ვიბოდია. მზის ენერგია, კი, მაშინ მქონდა. კი, მე უბრალოდ ეგრევე ვიფიქრე რომ ეგ ფაზა მქონდა, კი, რომ იქ ნახე. სხვანაირიც არის? არა, სხვანაირიც არ არის, მაგრამ ერთი ტომი არის, რომელიც არ იკვებება საერთოდ საკვებით და არიან მზის ენერგიით. მზის ენერგიაზე. კი, მზის ენერგიაზე არიან, შიმშილობენ რა. შენც იკვებე მზის ენერგიით. და მეც ხა ვითომ მაგარი გოგო ვარ და ანუ ეს მზის ბატარეები გაქვს? ვერც წარმოიდგენ როგორი მზის. მე მეგონა და როგორი ბატარეები. ვერ წარმოიდგენ რა მოგივა, მე უფრო ეს ვფიქრე, შენ ხვაზე არა ხარ. როგორ არ მინდოდა შენი გაჩეჩვა დღეს? სიმაღლის მართლა გეშინია? კი. ძალიან გეშინია სიმაღლის? ნუ ხა ერთხელ მახსოვს მოსკოვში ამიყვანეს თვალ შეხვეული ამიყვანეს 334 სართულზე. მე რამდენი? 334 სართულზე. სად არის მოსკოვში 334 სართული? ანძა. კი ბატონო. ოსტანკინოს ანძაზე. კი ბატონო. თვალ გადახვეული და იქ ისეთი, ატრაქციონის მაგვარი იყო, არის გამჭვირვალე იატაკი და გამიხსნეს თვალები გამჭვირვალე იატაკზე ვდგევარ. აიმე თელ კარფურს ესმოდა ჩემი კივილი ისეც კიოდი. მოსკოვიდან დავიფყარი იქაურობა, ტერორისტული აქტი ჩავდა, ხალხს წემდი, კიოდი, ვახათქუნებინებდი ერთო. ეს ხალხი ვინც ამიყვანა ისინი ხო სკლიფასოვსკის ინსტიტუტში მოხვდნენ. კი, კაროჩე სკლიფასოვსკი. და მე რა მაინტერესებს ისი როგორ მიხვდი რომ სიმაღლეზე იყავი, მზის ბატარეები არ გიშლიდა ხელს ქვემოთ რო იყურებოდ. კიდევ ერთხელ დამისი კითხვა ეგ უკვე ვერ მიხვდი. ძალიან ჩაახვია. რომ მიხვდე რომ მაღალზე ხარ, ქვემოთ ხო უნდა დაიხედო და ქვემოთ რო დაიხედე მზის ბატარეები ხელს არ გიშლიდა? ოთარ, ჩემ მზის ბატარეებზე ისე ამახვილებ ყურადღებას, რომ ეჭვი მაქვს რომ გშურს. კარგი, სოციალური ქსელები ვახსენეთ და უნდა წავიკითხო რას წერენ სოციალური. მე ხი მაგათ დაეცეთ. კი. არა და მე მომწონს კონტრიძე ასე წერს ერთ-ერთი მომხმარე. არა, ეგეთებიც არიან, მაგათ ვენაცვალე. იცით რამდენი მწერს, ვინც მეუბნება, თეოშკა რა საყვარელი ხარ და თეოშკა და შენთან მეგობრობა გვინდა და მწერე რაღაცა ფსიქოთერაპევტად დავიწყე მუშაობა, ზოგი მწერს რაღაცა მამაკაცებთან რა სიტუაციები აქვს და როგორ მოვეხმარო გადაჭრაში. და ზოგი მწერს ქალებთან რაღაც პრობლემები. როგორ დავეხმარო და ასე ფინანსურათაც დამეხმარე და ისედაც ყველანაირად დამეხმარე. თევან ცას კი ვერ გამოვეკერები, მე ასაკში შევდივარ. ოთარიკო, ჩემო საყვარელო, ჯერ შენ ასაკის არაფერი არ გეტყობა. ხარ უსექსესი და ულამაზესი. გაჩერდი. ამიტომ არ გინდა ეხლა, არავის არ ჯერა ამ შენი მოსაწყლები. როგორ შეამჩნიე რომ მე ესეთი უსექსესი ვარ? რა შემჩნევა ამასო და სექსი ხომ თვალებშია და არა ანძებში. თვალებშია? რა თქმა უნდა. რა სტრანია, მე სხვაგან მეგონა ამდენი ხარ. იცი რა არის, ქალების და კაცების განსხვავება ეგ არის, რომ ჩვენ სექსი თვალებში გვაქვს და თქვენ გგონიათ ცხოვრების ბოლომდე რომ სხვაგან.
მართალია. ანუ ეხლა მე და შენ ერთმანეთს თვალებში რო უყურებთ, სექსი გვაქვს? არა, მე მაგ და შენ არა. ანუ მე სხვაგან ხარ. კარგი, რაღაც სიტყვა მინდოდა და დროზე გავჩერდი, იმიტომ რომ მე გადაცემაში ცუდ სიტყვებს არ ვამბობ ხოლმე. მე კი რეგულარულად. თქვი რამე, აბა? აღარ შემიძლია. ეს გეტყვი რა ვიფიქრე. ეს ძალიან კაი ხასიათზე ვარ, არ კარგი, შემიძლია. უაზროდ გინება რა უბედო. კაი, ძალიან გთხოვ, ეხლა არ გამოლანძღო ეს ადამიანი და არც მე, იმიტომ რომ მე ვკითხულობ სოციალურ ქსელში რა წერია. მე მომწონს კონტრიძე, მოაზროვნე ქალია, თან ძუძუებიც აქვს, მე სხვა არაფერი მაინტერესებს. არა, ეგ ისეთი ფრაზაა, ან პირველ შემთხვევაში ტყუის, ან მეორეში. იმიტომ რომ ადამიანს აინტერესებს ან მოაზროვნე ქალი, ან ძუძუები. დაუსვიკითხოს, რომელ შემთხვევაში ტყუის ეგ ბიჭი. კი ბატონო, ახლა ამ ფურცლიდან ვერ დაუსვავდა კომპიუტერით რო შევალ. უცბად რომ აღმოჩნდეს 74 წლის ბებია. ეს? ხო. ხო არის შესაძლებლობა, ინტერნეტია რა ბოლო-ბოლო. დღეს თმები ხედავ და როგორ. დარეგისტრირებულია პავლე 74-ით. ხო, და ამ დროს არის მატრონა 74. კი. Why not? მე მგონი ამ კონტრიძეს თავში აქვს ავარდნილი. ახალი ამბავი. მოდი და ნუ გექნება ჯერთი ესეთი სილამაზე. ხო. ოჯახის შვილობა. Yes of course. თან ეგ იმ სიმაღლეა რომ უცებ აუვარდებოდა. თან ეს პროცესები ხო ბავშვებიდან დაიწყო და რას არ დაწერენ? გთხოვთ დააბრუნეთ როსტო. აი ბოლომდე მაცალე. რაშუაში არის? ხო, ეხლა უარეს ნახე. გთხოვთ დააბრუნეთ როსტო ან 53 სკოლის დირექტორი. ისე გურულებიდან რუსეთში ერთი შენ გაიქაჩე და მეორე ედიკა შევარნაძე. იცი რა, ძალიან ბევრია სხვათა შორის რუსეთში გურულები. მაგალითად? მაგალითად გოგონა გავიცანი ერთხელ ვეკითხები რომ სად იყავ, ნუ ჩვენ ჩემ ახლო მეგობრის მეუღლეა, რომელსაც დიდი ხანი ცოლი არ მოყავდა და ნუ ვინ გოგოს არ რთავდნენ და ძალიან ლამაზი გოგოა. და ვეკითხები რომ როგორ ახლა ამდენი ხანი თბილისში ცხოვრობდი, ესეთი ლამაზი გოგო 31 წლის, როგორ აქამდე არ გათხოვდი პირველი ქორწინებაში კი. სად იყავი? ტოკიოში ვსწავლობდი ეკონომიურზე. ხალო იაპონურად მე ვთხარი. კიო. და გურული ხო არა ხარ თქო? კი ჩიგო გიწევა რომ მითხრა. ეგეთ ისტორია თუ გაგიგია. ჩვენ ეკონომიურზე ქართულად ვერ სწავლობენ და ეს იაპონურად. როგორ არ გამიგია? რა არის? ეგ გოგო მე იყო ლარი კინგთან. ხო, ლარი კინგთან როგორც მერვე საოცრება. კი, ლარი კინგი ხო იცით ამერიკელია ქუბარდია? არა. ლარი კინგი არის ამერიკელი ოთარ-ტატიშვილი. ბეიბიკო. ჩვენ ყველა გულშემატკივრობთ, აბსოლუტურად ყველა, ჩვენი ტელემაყურებელი დარბაში, ჩემი ბენდი, მაგდა ვასაძეც კი და გვინდა რომ შენ მიაღწიო კიდევ უფრო ბევრს. ჩაწერო კიდევ ერთხელ. ჩაწერო პრინსთან ერთად ალბომი, ეს მომღერლისთვის, რომელიც თulis რო პრინსი მისი ერთ-ერთი კუმირია, ცუდი არ იქნება და აგიხდეს ის სურვილი, მე და შენ რო კულისებში მოვილაპარაკებთ. კაი, ჩემო სიცოცხლე. ნუ ეს ჩემი ისიც არის, ასე ვთქვათ, არმატება. ჩააგდე შენი ინტრიგა. პუნც. Естественно. ეს იყო რუბრიკა დეიდა ამოვაგდეთ რუბრიკიდან. ჩემი პუტკუნა თეონა ჩამოვიდა მოსკოვიდან, ჩემთან მოვიდა სტუმრად და რუბრიკის სტუმარი იყო უნიჭიერესი ადამიანი, რომელსაც იუმორის გზნობაც ფანტასტიკური აქვს. თეონა კონტრიძე, დიდი მადლობა. მე შეგახსენებთ რომ ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს გუფილენდი და მაგდა აიშა ვასაძე. დიდი მადლობა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ კაცი რომელიც სულ ლაპარაკობს. და რუბრიკის სტუმარია კაცი რომელიც სულ ლაპარაკობს. Yeah, David.
It's like no, it's like your show, but yeah, Oktar Tati. I love your show, but it's Oktar Tatishvili show. I will say it, okay. Later, mama. Later. Moikitkhao. Moikitkhao. არა მე Jay Leno მევასება. Okay. He said that Jay Leno is better, yeah. კაი, ნუ ეტყვი ახლა. Okay. Quiet, come on. Okay. მოგიკითხა თვითონ. აჰა. შენ კი არ მოიკითხე, როგორ ახლა? როგორ ხარ? კარგად, კითხულობ წიგნებს? მე მინდა შენ გაჩუქო ჩემი ავტობიოგრაფიული წიგნი. კაცი რომელიც ლაპარაკობს, და ხო ვილაპარაკეთ. თუ კიდე ჩემით დაინტერესდები, აი წაიკითხე, სხვათა შორის ეს არის პირველი ტირაჟი მთლიანად გაიყიდა, ეს არის მეორე წიგნი, ორი წიგნი დამრჩა სულ, ერთს გაძლევ შენ. აჰა, კარგი, ერთ შეკითხვა მაქვს, მე გავიდე თუ დავჭი აქ ვიყო. იცი რა, არის მოდი, ჯერ დავრჩეთ. ჯერ დავრჩეთ ორივე, მერე მოვიფიქროთ. კი ბატონო, როგორ ხარ? კარგად რა. ჩვენ ყველა ვნახეთ შენი ვიდეოები. ლაპარაკობ და ვარ. ხო, შენი ვიდეოები ყველამ ვიცით. მოკლედ, ამაზე აღარ არის, მე მგონი ზედმეტია საუბარი, აი მართლა სულ ლაპარაკობ. სულ, მაგრამ ეხლა ბოლო პერიოდში ეს რაღაც საკუთარ თავზე მუშაობასავით გავამდის, მაგრამ როგორ არის ნახე, ეხლა ჩამოდიან ძალიან ბევრი უცხოელები ჩემთან. ხო. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ეს ვიდეოები გავიდა, რაღაცნაირად გავხარდათ, რომ მე ხო იქაც რაღაცები მაქვს სხვადასხვა პროექტები გაკეთებული. ეხლა ჩამოვიდნენ ჩემთან ბევრი უცხოელები ბოლო 1 წლის განმავლობაში. სადღაც არ დამითვლე, მაგრამ სადაც 13-12 აი ესეთი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ სტუმრები. აჰა. 3 იტალიელი იყო მაგალითად. ხო. 2 ინგლისელი, აი ესე რო არ ჩემო 12 ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსულები და ეხა ესენი ატარე აქეთ-იქით და ისინი ძალიან სხვათა შორის აი იტალიელები. როგორც მე ვლაპარაკობ, მე ხო სულ ლაპარაკობ. ყველა იტალიელი კაცი სულ ლაპარაკობს, ხო. ოღონდ არ ჩერდებიან არადროს. 1 წლის წინ იყო პირველად როცა ჯუზეპე არის ჩემი მეგობარი, ჩამოვიდა იტალიიდან, რიმინი ეგეთი ქალაქი, იქ ცხოვრობს, ხო და ვიყავით პიაცაზე. პიაცაზე ვიყავით და რა შევატყე ესე იგი, რა თქვა, ბარცხანაში თუ იყო ან ჭაობის ქუჩა, მე მგონი კიდე იქა, ჭაობი ქვია თუ არ ვცდები. ნუ თქვა ბარცხანაში ქევზი ჭამეთ, ლუდი დავლიეთ რაღაცა და ეგეთ რაღაცას მორიდებულად იყო ცოტა რა სტუმარი იყო მაინც და რაღაცნაირად მის კუზის იძახდა რა და მე რო პიაცაზე რო უთხარი ვაი მე პიაცა ჩვენ იქ ცოტა უკვე დაეწყო რა ვიღაცამ იქ რაღაცა დააკ თავის იმათ აღიქვა რა უბნად პიაცა რა ხან ქვია და იქ ვიღაცამ რო დააგდებანა მაკო გეზაი ფანკულო ელა კაცო სუ იყო და მე თქვი ახლა ვიღაც ან გალახონ ან რაღაცა და მე თქვი წამო აქედან რაღაცები უთხარი ვაკ ბოჩელი მიმღერა რაღაცები მოდ გავუხარდა და წავიყვანე და ეხლა რა არის მეორე დილა გადავრჩით იმ დღეს პიაცას მოედანზე, აი ვინა აბიჯო აბდალი რა საარო ლაპარაკობს რაღაცა, ბათუმელებმა თავისი დაიწყეს და თან ტაქსისტებმა რამდენ ტაქსში ჩავჯექი რომ ეუბნებოდი. საიდან აბიჯო, მაინც მეთქი იტალიელი, არმანი, პირველი რასაც ამბობ. შანსი არ არის, ყველა ტაქსისტი მაგას ამბობს. და მეორე დღეს რა მოხდა რა, რომ ვიღვიძებ და აღარ არის ოთახში. და მე ხო ნერვიულობდი საწავიდა. გავედი გარეთ, ურეკავ არიღებს და რაღაცნაირად მივაგენი სანაპიროზე. და აღმოჩნდა წამოწოლილი არის ძალიან კმაყოფილი სახით ესეთი სათვალეები აქვს არმანის და ეს წამოწოლილი და მეუბნება რომ მაკო გეზაი კვაჩელა და ფორტა მე თქვი რა ანუ ეს ნიშნავს რომ იცი რამდენი ვისწავლე უკვე ანუ ქართული ლაპარაკი და უცბად ასე მე თქვი რა ისწავლე და დაგეწევი ერთ თვეში ვისწავლე ყველა პონჩი და უცბად იწყებს აი ნე გნაცეს ბათუმით სავატანეს ქართული არ არის რა. კიდე კაი რომ მეორე დღეს ხო ხა ეგ რომ ნელ-ნელა ესწავლა ეს გამოვიდო და რაღაც ეს ბოლოს კმაყოფილი წავიდო და ეს კაი გამართული სომხურით ჩავიდო და კიდე ბევრი იყო ჩამოსული მაგალითად აი ინგლისელი იყო. ხო. უჩემოთ წავიდა ზოგმა რა იცის ხოლმე იცი რომ მე ჩემით წავალ იქ რაღაც გავერკვევნი. Don't worry რაღაც მithomეთ კაი წადი. რაღაც სუფრაზე მოხდა. არ ვიცი ვინ მიიყვანა როგორ მიიყვანა ეხა ეგენი აღარ მახსოვს იმიტომ რომ ეგეც რაღაც 1-6 თვის წინ იყო და მოხდა სუფრაზე და რომ მოვიდა მეორე დღეს მე მეთქი მანამდე მოვუყევი რომ მეთქი თამადები ჩვენთან არიან ეს რაღაცა იმპროვიზატორი არ ვიცოდი უკვე რა მეთქი ფრისტაილ ხო იცი რა არის მეთქი ჩვენთან იმპროვიზაცია რაღაცები უთხარი აი ჩაკრულო კოსმოსში ანუ აი აღარ უთხარი რომ რაღაცნაირად მე რო წასულიყო რაღაც სერიოზულად რაღაც განწყობილიყო ამ ქართული სოფლის მიმართ და მე ხო ვიცოდი რა დახვდებოდა და როგორც აღმოჩნდა იქ აღმოჩნდა ეგეთი თარჯიმანი რომელიც უმეტესობა ხო ინგლისელს რო ნახავს რომ დათვრებიან რა ვიცაცი ხაჭაპური ხო იციან ხოლმე რა გონი ახან რუსი და ვიღაც აღმოჩნდა ვინც ესე დამტრეული მაგრამ ინგლისური იცოდა რა და მეუბნებოდა რომ 2 სადღეგრძელო მოეწონა ყველაზე ძალიან
რაღაცა hit parade გითქონ ესე 5 ქონდა საყვარელი, მაგრამ მე მახსოვს 2 იყო გამორჩეული, ეს იყო The Georgian who are in heaven and they watching us. ეს არის ესე იგი ხოთაშორის მაგას იქაცა უნდა ხოლმე ლონდონში, ანუ ეციურ საქართველოში მოხვედრილი ქართველები, რომლებიც ეხა გვიყურებენ, ეს არის ერთი სადღეგრძელო, ორიდან და მეორე სადღეგრძელო ეს არის ჩი. ხოთი რაც არის? ჩი. ოღონდ ასე ჩი, აი ძალიან მოწონდა რა ეს ჩი და მე თქვი რა და მითხრა რომ our chumi chatlakhori chanapikro აი როგორ ამბობდა ესე აი James Bond აი ეგრე ამბობდა ამ ჩუმ ჩატლახურ ჩანაფიქრს ძალიან მოწონდა მოკლედ რა ეს ჩატლახური მისი ინტერპრეტაცია იყო თუ ახალი დაწყებული იყო სუბრაღ პირველი ხო სულ ინგლისურად იყო ანუ იმ დროს უთაგმის ჯერ სანამ ძალიან დათვრებული ბოლოში უკვე აი ესე იწვა და ჩუმი ჩატლახური ჩანაფიქრო ბოლოსკენ არის ხომ და უთხრა რაღაც our ჩუმი და მე დაეზარა hours მე დაეზარა ინგლისურად ჩუმი ჩატლახური ჩანაფიქრი უთხრა და ნუ ამანაც ეგრე დაიმახსოვრა ხოთაშორის შენზე განაწყენებული ისიც სტუმარი არ არის აქაური ბიჭი არის 26 არა მაგდენიას არ არის სტუდენტია შენზეა ძალიან განაწყენებული ინდუსი სამედიცინოზე სწავლობს ხოთი რომ დადიან ხოლმე ვაჟაზე ინდუსები ხო აი ერთ-ერთი არის შენზე ძალიან განაწყენებული სამედიცინოში ჩემი მეგობარი არის კონგოდან არის ეგა და მამამისმა და ამერიკა მიხედნო რაღაც ისე კონგოდან ვინ პატრონობა ის ბიჭი მაგრამ მე მივედი იმ კონგოელთან მაგრამ იმ კონგოელს კარგად არის ის ყველაფერი იმასთან კარგად არის მაგრამ შემდგომ ამასობაში ინდუსი რომელიც რაღაც კუთხეში იყო მოწყენილი და მღერის რომ ანია დუნია აპაჩიკი აე და მეთქი რა გჭირს მე ვთხარი რა რაღაცა და მივედი და ვკითხე რა მოხდა მეთქი რა თურმე რა სამობს რომ და ინგლისურად დამიწყო ახლა ვერც კი წარმოვიდგინა რომ მე ინდური ვიცოდი რაღაცნაირად და what's wrong რა და დამიწყო უცბად ლაპარაკი რომ I don't know why I am always study very good I am doing everything well but this Tatishvili is very monster because I always studying very good and this Tatishvili I don't know this night show he is always smiling but here is a monster იკო სუიციდის და აქ ჩვენთან უკვე დესპოტ ეგეთი ხარ მართლა მოწაბი მესთან მასწავლე სამიანს კი არა და რა ქვია there is no credits he gives no credits უმეონება არა არ უწერ კრედიტს არა ძველი კრედიტი დარწმუნებული ხარ რომ მონსტერ თქვა და სხვა არაფერი ბიჭო რაც ნიტო დემონი იყო ნიტო მონსტრი მე მგონი მონსტრი თქვა მონსტერი დაუწერე რა ვიცი დაუწერე რა ხო კარგი დაუწერო მაგრამ რა ვიცი ინდუს უნდა დაუწერო კიდე სად დაკავს ხოლმე სუცხოელები კიდე აი მაგალითად ჩინელს ვიცნობ ერთს რომელიც ჩამდის ხოლმე და გიждდება ლილოზე აი თუ ამერიკაში ჩადიან ხოლმე ჩინელები და ჩაინათაუნ რო იქ გადიან აქ ჩამოდიან ლილოში აი გაბრწინებული სახით დადის ყველაფერი ჩინურია შენი კოსტუმის ალა ნახე ეგეთ ჩინური იქნება რაღაცა იქნება რაღაცა ჯან ფრანკო ტაუერში ან რაღაცა ეგეთი იქნება რა ძალიან უხარდა რომ ყველაფერი ჩინურია რა აი როგორც ახლა რაღაც ქართველი რო ჩავიდეს ჩინეთში და დაინახოს ჩურჩხელები ხო გაუხარდება რაღაცა დადის გაბრწნებული სახით და ამასო ყველაფერი ჩინურია რაღაც ძალიან უხარი ეგ ახლა მე არ დამყავს ეგ ლილოში ხო თვითონ დადის რა და მე ამ შტაბეჭდილების ქვეშ არის ხო სხვათა შორის მარტო კი არ დამყავს როგორც გითხარი ახლა ხო იყო ეს რაღაცა გრიგალი მთელი ეს რაღაცები წალეკა და ამ პერიოდში იყო ზუსტად რომ მეც სახში ვიყავი და იაპონელი სტუმარი მქონდა ჩამოსული იყო ყოფილი იაკუძა ჰანაბიშის კლანიდან ეხლა ძალიან ისე უყვები გეგონება უნდა იცოდეთ მაგრამ მოკლედ იაპონელი იყო ისეთი რა ცოტა მაგრამ ეხლა ისეთ პატისენი მოქალაქე და რას ხვება ეხლა რას მეუნება რა ანუ გრიგალის დროს გარეთ ვერ გავიდა ხო და უყურა პროფილს თვითონ ანუ იქაც ეხლა ისეთი სასტუმრო არ ყოფილა რაღაც არ ვიცი ეხლა ყველა სასტუმრო შეიძლება არ არის იაპონური არხი თქვათ რაცა კიოტე TV ან რაღაცა ჯაპანი TV მაგრამ რა ადგა და პროსტა უყურა რა ეხლა რაღაცნაირად უბრალოდ შეხედა პროფილს და ნუ რაღაცნაირად თვითონაც რაღაც ამ სატელევიზიო სივრცეში მოღვაწეობს იაპონიაში რა კობედან არის ეგეთი ქალაქია და კაშივაშია ხან კობეშია ხან კაშივაში რა ინტონაციად იაპონური ენა არის ინტონაციები ძალიან ბევრ ამას მიხვდები ხა მე კი ვიცი რაღაცები და ხვდები მაგრამ აი თქვენც რა ეხა მაგალითად მიყვები და მიხვდებით რა მოეწონა და რა არა მაგალითად ეს პროფილში რა მოეწონა პროფილში რა მოეწონა და რა არა ჯერ დაიწყო ესე რომ ხარანიოდო ბეკაშვილი შორენა ფათი ჰაჩიკორატე
და იღიმის. ჰაიო, სექსი, მაშტე კოტორო, ჰატორო, ქაიახა, რაღაცა და მეთქი, კარგი, ნუ ხვდები ახლა რასამს. მერე ცოტა მოიწყინა რაღაცა და ოდენავ ცოტა გაბრაზდა, მუროგოდო, პლეიბოი, ჰაშტოგრომდო. მაგრამ აი ეს რა კაი გოგო, ძერ არც იცოდა სექსუალურ რაღაცა, მაგრამ ეს პლეიბოის ამბავი ეთქვა იქ. მერე ცოტა უკვე ნელ-ნელა დაიწყო რომ ოე, უცბად მიყურებს რა. მოტორო ბიჭო, ჰაშტოგრომდო. ანიოდო რომ ბიჭო, ჰაშტოგრომდო და მაგდროს ისე გაბრაზდა რომ მეთქი ნუ არის რა, მარტო აი ბიჭოლაზე დაემართა ისტერიკა რა. ოე ბიჭოლა, ოე არის შენ. შენ. ოეზე ძალიან გაბრაზდა. აქ ვოიე არ არის, ოე იქაური რა, ნუ ვიცი. და ბიჭოლაზე ძალიან ინტონაციებით მივხვდი რა, არა მაგრამ ასე რომ აი თქვენთანაც ხო ხვდებით ახლა რა, მოეწონა შორენა, არ მოეწონა ბიჭოლა. ეგეთი ამბავი არის. და ბოლომდე უყურა ამ პროფილს? ჯერ ბოლომდე უყურა, მეორე წეთი ხო გითხარი რა, სატელევიზიო სივრცეშია. ადგა და ეს პროექტი, ახლა იქაც არის ეგეთი გადაცემები, სხვათა შორის იაპონიაში ძირითადად არის ხოლმე უფრო გასართობი გადაცემები. ყოველ შემთხვევაში ეს პროექტი ჩაიტანა თავისთან. ტოკიოში არ ყოფილა, იგივე კობეში გააკეთა რაღაცა ესეთი რაღაც რომელიღაც არხზე და მე გადმომიგზავნა. მე უთხარი რომ მე ვაპირებ რა რაღაც კარგი იქნებაო, ჩემს პოპულარული გახდებაო ეს გადაცემა იქო და გადაიტანა ეს პროექტი და მიგზავნის ახლა რა, გადმომიგზავნა ლინკი. ინტერნეტში შევდივარ მეილზე და ვღებულობ, აწერია პროფილი Japan. შევდივარ და ნახე როგორ გააკეთეს ეს და რა ხდება ახლა შიგნით იაპონურ პროფილში რა. ეს იყო აი სიგიჟე იყო უბრალოდ რა. რაღაცა ჯერ გამოდის გოგო, როგორც მაია ასათიანი სავით რო გავაკეთე რაღაცა და იწყებს რომ ჰარანიოტო შეთე კატარომოსოი შტო რაღაცა ნუ ესწრაფნა ხო? ანუ აცა არ ვიცი. მაგრამ იქ ხუთშაბათს არ იყო, ოთხშაბათს იყო. ხო და გამოდის და რაღაცა ნუ აი ესეთი სცენა აქვს რომ ჰარატია კოტოროს და მე იქ ხო არის რომ ჯერ რაღაცა ყველანი რაღაცა სახალისო ისტორიები იყო თავიდან ჯერ იქ რაღაცა დაიწყო ვიღაცამ რა კატარომოშტო ჰატარე რაღაცები იქ თამაშის და მე უკვე ხო არის სევდიანი ისტორიები მაგრამ ეს ჩვენთან არის სევდიანი ისტორიები იქ არის ძალიან სევდიანი ისტორიები იქ როგორ არის ღირსების ამბავი აქ რომ ღირსებს შელახულები მოდიან ტირიან და იქ თუ ღირსებს შელახულები არიან აი გეტყვით რა ხდება მაგ დროს რა და იქ რაღაცა ყვება ერთი რომ ეს მიუდა ესე ხო იტყვის რომ ჰარანია კუშტორა და მე ჯდება და აი ეს სახე ხო მაგრამ მუშტა კოტორე დაიწყე და აი ეს მივიჯდება უყურებს და ის მეორე იაპონელი კაცი ყვება რომ ე მუშტრო კოტორე რაღაცა იქ მამა ჩემი რაღაცა იქ რაღაც შედა და ნუ რა მნიშვნელობა აქვს რა ისტორიას ხო მაგრამ დაახლოებით აი ესეთი რაღაცა ხდებოდა რომ კოტორო შიშტერ მოჟდრო მუჩი კატარე მოსტორა მე ვეუბნები რომ ჰარანია თოქაშო ოფერება ესე რა თან ეს არ ვიცი სპეციალურად იყო თუ ეს შემთხვევა ნელ-ნელა ჩოჩდებოდა მისკენ ესე კატორომოშტო კუტეკიშტო კუტაკატა და ეს უცბად ეს იაპონელი და უტოროგოშტომა ამოიღო ეს რაღაცა და მამან მე ქალმაც იგივე კატა ბოლოს თავდება რა რომ ეს კაცია ესე ხარაკირი გაკეთებული რაღაც ეს რეფლექსებით იქით ხალი ვიღაცა ასევე სიპუკუ გაიკეთა იმიტომ რომ რა მიატოვა ქმარმა და ეს მისთვის შეურაცხყოფა იყო და თქვა რომ აი ეხა მიყურე რას ვიზავ რაღაცა ეგეთი ხო არის თუ მიყურებ მოკითხვა იქ იცი აი თუ მიყურებ ნახე და ბოლოს როგორი რაღაცა მოხდა რა რომ ეს რო გააკეთა და ბოლოს ეს ხალი ეხა აი რაც არ უნდა შენი ტრადიციის ნაწილი იყოს ხო შეიძლება რომ ეს კაცი ამას რო იზავს ან რაღაც და შეწუხდე რაღაცა გამოიძახო არაფერი ოპერატორი ყველა არის ჩვენი ნორმალურად მიდიოდა სიტუაცია ბოლოს ეს ხალი გამოდის როგორც აქ არის რომ შემდეგ ხუთშაბათს შევხვდებით ესეც აი ეს მოძრავი თქო ძალიან მოეწონა რა და ესე რაღაცა იქ ნაციონალურ ტანსაცმელში აქეთ ერთი ხარაკირიანი კაცი იქით მე ხარაკირიანი ხალი და ესე გამოდის და უცბად ქოროთო ჩიკატა სუმროია არა მე კი აი ხშირად დავდივარ ოთარი იაპონიაში მაგრამ აი მეც კი ვერ უყურე ბოლო ჩვენც გაგიკვირდა არც +18 არაფერი ჩვეულებრივად არის კარგი აი ქალაქში დადიან შენი სტუმრები მოძრაობენ ხო გასაგებია იქ კინოთეატრია მუზეუმია რაღაც მაგრამ აი ქალაქში ხალხი დადის ტაქსი დადის ტრანსპორტი დადის ტროლეიბუსი აღარ არის კარგი მაგრამ აი ზოგადად ქალაქზე რას ამბობენ ქუჩაში რო გადიან აი როგორი განწყობა ხდება ну ქალაქზე როგორ არის ახლა იცი რომ ახლა ეგენი ხო როგორ არის თავის მანქანით ხო მარტო ჩამოდიან რუსები თავისი მანქანით ხოლმე ლექსუსом მაგრამ აი ისინი
ისინი თვითონ აქია ფირმადან გერმანელი იყო ჩამოსული. ხო გითხარი დაახლოებით 12-13 იყო, არ ვიცი მე რამდენს ვამბობ, მაგრამ იყო ჰანსი და ეს ჰანსი როცა იყო ჩამოსული, მოკლედ მოძრაობდა ტაქსით და როგორ რაღაც შემთხვევა მოხდა. მართლა ეგრე იყო, ოღონდ ეგეთი რაღაცა მოხდა, რომ ამ ტაქსში ზის და იქ არის ოპერატორი. ჯერ მეორე დღეს მიყვება რომ ზე ინტელექტუალიშე ტაქსისტენ eine 7 Diplomen მეუნება 7 Diplomen das ein Zukunft gesagt mit eine ჩვენ ეგეთი რაღაცა იქ არ არის ჯერტი 2-3 დიპლომი არავის არ აქვს იშვიათობაო და ტაქსისტო 7 დიპლომი das eine sehr intelektualische 7 Diplomen რაღაცა მეუნება მაგრამ მე თურმე რა მოხდა რა აღმოჩნდა რომ ოპერატორი ვინც ლაპარაკობს ხომ რო რეკამე ხომ აუ ბატონო ძალიან გთხოვთ რა უკაცრავად მაგრამ უკვე მოვიდა ტაქსი ხო იცი რო გეჩხუბებიან ხოლმე ან რო რეკავ რაღაცა და იქ რო ამობენ ხოლმე რომ რაღაცა მე7-ში არის სად რა შვება ჩამოვიდა ალეო ბოლოს აქეთკენ შეც რომ მოგაცემ ყოველთვის აი მეგეთ ტაქსისტებზე მაკლავარ და რა აღმოჩნდა რომ ეს ერთ-ერთი ოპერატორი ყოფილა შისტოელი ანუ მე6 ექონა გერმანული დამთავრებული და რომ ეს კაცი რაღაცებს ელაპარაკა ტაქსის რასაგებინებდა ხო და ამბობდა რაღაცებს რომ მოკლედ ისე საინა ბოდნ ელიავა გემიუზენ რაღაცებს ეუნა მოკლედ ელიავაში და რაღაცა და უსპად ამგოგომ გაიგო რა და რაღაცა ეს გერმანელები ისე ლაპარაკობენ ხან რომ გეგონა რომ ჩხუბობენ რა და ხა იმას მოუნდა რომ ეს თავისი ხა ოპერატორი კი არის მაგრამ რაღაცა თავისი გერმანული სოდნის დემონსტრირება მოეხდინა თუ რაღაც არ ვიცი მაგრამ უთხრა რომ აინე ეს ვიგეტეს ინენ ბოდნ შვაიცენ რაღაცა და კიდან და დაიწყეს ამათ ლაპარაკი რა ეს ტაქსისტი იყურებოდა ხა ოპერატორი და ეს გერმანელი ლაპარაკობენ ცენტრი და გერმანელი ლაპარაკობენ ცენტრი და გერმანელი და მე მოვიდა ჩხუბი ეს ტაქსისტი სოგადერტო იქიდან ეუნდა იგივე ინტონაციები და ბატონო ძალიან გთხოვთ ოღონ გერმანულად ich habe ein natürlich gemüse ja was ist eine guten gelassen კრეტინი და კრეტინზე მე ისე უნდა კრეტინენ და მე სუბრაზდებოდა ხარ ამას ეგონა და მის eine beine schweißen drunter wurde lassen das müssen leisten იქიდან და მე იქიდან ich habe eine von ბატონო on ბატონოს იყო რა მაგრამ ესე იყო რომ ოპერატორმა ცენტრმა ის კაი გამახსენე რა ცენტრმა და გერმანელმა ჰანსმა იჩხუბეს მაგრად და ტაქსისტი მოყვა ამაში და მე მეკითხებდი რომ was ist schon sagen ანუ ეს ის ბოლოში შობელძაღლი დაუტოვე შობელძაღლი ხო ის was ist შობელძაღლი was ist შობელძაღლი ალბათ შობელძაღლი ეხლა მოგზაურობაც კარგია ხო შენ რო იმოგზაურო და უშუალოდ ეხლა როგორი რამე იქით შეხედე რა ჯერთი მე მაგალითად ჩემთვის ბევრად კომფორტული არის თუ მე მოგზაურობ მე თუ დავდივარ აქეთ იქ როგორც გითხარი იტალია ხა რა ქვეყნებით ჩამოვთვალე ხო ყველგან ვარ ნამყოფი თუ არ ვარ ნამყოფი მაგ ბედნიერება რომ ესე მეილზე გამომიგზავნო ხოლმე რაღაც გადაცემები მაგალითად რომელზეც ვილაპარაკე ან ჩემთან ჩამოდიან მაგრამ ეხლა ზოგიერთი ქვეყანა ისეთიც არის სადაც ეხლა რაზეც არ მილაპარაკია მაგრამ სხვათა შორის აი ეხლა ზუსტად ვისაც ეგზოტიკური ქვეყნები უყვარს ან თქვა ევროპული ქვეყნები უყვარს არის გათამაშება ჯეოსელთან საერთოდ უსასრულო ჯიზე სადაც მე ვლაპარაკობ ხოლმე შესული ნამყოფი ხარ იქ Yes of course. Usasrulo G. ანუ პაკეტი მეტი, ხო არის? თუ ჩართავ ათლარს, იღებ, ანუ ავტომატურად მონაწილეობ ამ გათამაშებაში და თუ ათლარიან მეტს გამოიყენებ პაკეტი მეტს, მაშინ 2 ბილეთია. ხო. ეს თავიდანვე ეს უნდა ვილაპარაკო. თუ 25-ია, 25 ლარიანს ჩართავ, მაშინ არის 5 ბილეთი, ხოლო თუ ჩართავ უსასრულო 50 ლარიანს, ანუ პაკეტი მეტია ეგეთ 50 ლარიანს, მაშინ 10 ბილეთი. ანუ რაღაცა მართლა რეალური შანსია. მოიგო სამხრეთ აფრიკა ვაკა ეტარას არის ნეპალი ეტადვა შორის ჩემი ერთი ძველი ბიჭი მეგობარი ნეპალელი ძველი 90-იანებში აი ძალიან ძველი ბიჭობდა ჩავიდა ნეპალში და ჩამოვიდა კიდე ცალკე ისტორია მაგას მოგიყვები მე შეცვლა აი ესეთი ჩამოვიდა არის ნეპალი ძალიან მაგარია არის კიდე დისნეილენდი ევროპაში პარიზის დისნეილენდი ძალიან კარგია იქაც არის ასევე ევროტური და ასევე არის იბიცა აი იბიცას რო მაგათ ახალგაზრდების ის გინდათ იბიცაში წასვლა ახალგაზრდებს არის იბიცა დისნეილენდი ნეპალი სამხრეთ აფრიკა ევროტური სასწაულებრივი და ბალი რაც ჩემი საყვარელი ბალიც არის ბალი ინდონეზიაში სადაც სხვა შორის ყოველ წელს ისვენებს ბრედ პიტი და ანჟელინა ჯოლი თავის 4 შვილთან ერთად 2 ნაშვილები აქედან ალბათ ძალიან გაინტერესებდათ ეხა ეს ბოლო რაც და
ამიტომ მოკლედ ეს იყო კაცი რომელიც სულ ლაპარაკობს რუბრიკაში კაცი რომელიც სულ ლაპარაკობს ეს წაიკითხე ეხლა წავიკითხავ ძალიან დიდი მადლობა ჯეოსელს შედით უსასრულო ჯიზე და იმოგზაურეთ ხალხო ხო ხედავთ ამ ქვეყანაში არაფერი ყრია იმოგზაურეთ დიდი მადლობა